დღევანდელი გადაცემა ხო რაღაცა შემაჯამებელი გადაცემაა, ხო? შეიძლება ასე ვთქვათ და სხვადასხვა თემებს ვაჯამებთ და შესაბამისად თემუკა მოსულიშვილის გარეშე ვერ ჩაივლიდა ეს დღევანდელი ეთერი. მისი ამოუწურავი მასალა, რომელიც მთელი ამ სეზონის განმავლობაში გვახალისებდა, შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა, ინფორმაციულად გვამდიდრებდა, თავისთავად ცხადია და მოკლედ თემუკა მე ძალიან დიდი სიამოვნებით უსმენ და ველოდები თემუკას გამოჩენას. ნამდვილად, ყველანი ველოდებით. იმედი მაქვს გაფიქრებდათ ხოლმე ჩემი რუბრიკები და ჩემი საკითხები. მოგესალმებით, დიოშტობის. დღეს ოდნავ განსხვავებული ფორმატი გვექნება და ეხლა ვიგეთქვით რატო. შევცდები მოგიყვეთ რა იგეგმება ამ ზაფხულს, ანუ სანამ ეთერში დავბრუნდებით. ტექნოლოგიურ სამყაროს ერთი სპეციფიკა აქვს, რომ მაინც არ უყვართ ხოლმე რაღაცების წინასწარ თქმა, ხშირი არის სურპრიზად რაღაცების კეთება. თუმცა არც ბოლომდე მასე არის საქმე, ამიტომ დავიწყე. პირველ რიგში რა თქმა უნდა ტრადიციულად ხელოვნური ინტელექტით. ამ აგვისტოს სავარაუდოდ OpenAI, ანუ ChatGPT-ის მშობელი კომპანია გამოუშვებს GPT-5-ს. ეს GPT-5 იქნება ძალიან დახვეწილი ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდული, რომელსაც ექნება ძალიან გაფართოებული შესაძლებლობები. ასევე Google-ის Gemini და ჩინური DeepSeek-ი აპირებენ, რომ გააკეთონ ერთმანეთთან შეჯიბრი კონკურენცია ამ ორ ხელოვნურ ინტელექტს შორის, რაც ასევე ძალიან ხელს შეუწყობს ამ ტექნოლოგიის განვითარებას. მნიშვნელოვანი არის და დიდი ალბათობით ეს ზაფხული იქნება, სწორედ ის ზაფხული, როდესაც ფაქტიურად შეუძლებელი იქნება ხელოვნური ინტელექტის ქმნილებების რეალობისგან გარჩევა. ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული ვიდეო ან ფოტო ფაქტიურად განურჩეველი იქნება რეალობისგან. დიდი ალბათობით ამას ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ ეს ზაფხული იქნება. რაც შეეხება GPT-5-ს, ეს იქნება ძალიან ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მოდული, რომელიც სავარაუდოდ უკვე საბოლოოდ გაგვიწევს პერსონალური ასისტენტის როლს, რასაც გვპირდებიან ამ ტექნოლოგიის ჩაშვების დღიდან. მნიშვნელოვანი ახალი ამბები არის ვიდეო თამაშების მოყვარულებისთვის. 25 აგვისტოს იგეგმება ტრადიციული Gamescom-ი გერმანიაში, კელნში, სადაც ძალიან ბევრი ახალი თამაში დაანონსდება და ძალიან ბევრი უკვე დაანონსებული თამაშის ეგრეთ წოდებული ტრეილერი გავა. ძალიან მნიშვნელოვანი და დიდ თამაშებზე არის საუბარი, როგორიც არის მაგალითად GTA 6. ძალიან ბევრი ადამიანის მომთმენად ელოდება. თუმცა რა არის ასევე მნიშვნელოვანი, ამ ფესტივალზე იქნება ძალიან დიდი ყურადღება, უკაცრავად ექნება ძალიან დიდი ყურადღება დათმობილი ხელში დაჭრილ ტექნოლოგიებს და VR-ს, ანუ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიას. სავარაუდოდ მომავალი წელი და ეს წელი ვიდეო თამაშები არ იქნება მხოლოდ თამაშები, არამედ იქნება ინოვაციის და ტექნოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ამიტომ დაინტერესებული ადამიანები, არ მხოლოდ ვიდეო თამაშის მოყვარულები, აუცილებლად დააკვირდნენ ამ ინდუსტრიის განვითარებას. ასევე სექტემბერში ტრადიციულად Apple გააკეთებს ანონსს მისი ახალი ტელეფონების, iPad-ების, ყურსასმენების და ასე შემდეგ. რა იქნება განსხვავებული წელს და რატომ იქნება ეს გამორჩეული. Apple-მა ბევრჯერ თქვით ეთერშიც, რომ ვერ შეძლო ხელოვნური ინტელექტის კარგად ინტეგრირება საკუთარ ტელეფონებში და სხვა гаджеტებში. სავარაუდოდ წელს როდესაც დაანონსებენ ახალ ტელეფონს, ანუ iPhone 17-ს, აქ უკვე უფრო დეტალურად იქნება გაწერილი, როგორ მოხდება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ამ ტექნოლოგიაში. და ძალიან დიდი იმედი არის, რომ ეს ტექნოლოგია კარგად იქნება ინტეგრირებული ამ ტელეფონებში. იქნება ასევე წარმოდგენილი ახალი ყურსასმენები, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ფუნქცია ექნება. ჯონი, შენ დაგაინტერესებს, დარწმუნებული ვარ, დაკვირვება შეძლებენ სხვადასხვა სამედიცინო დეტალებზე. ყურიდან წარმოიდგინეთ. ასევე იქნება ჩაშენებული ახალ smart საათებში წნევის გაზომვის ფუნქცია, რომელიც ასევე იყო, თუმცა ამდენადაც ვიცი გლუკოზის გაზომვის ფუნქცია და სხვადასხვა სამედიცინო ფუნქციები იქნება ახალ საათებში ჩაშენებული. და ყურიდან რისი შემოწმება იქნება შესაძლებელი? წნევის სავარაუდოდ. წნევის ალბათ გულისხმის მოსმენაც შეიძლება, როგორც ესე მე აღვიქვი, ის რასაც ჩვენ ფონენდოსკოპით უსმენთ, სუნთქვიდან დაწყებული აუსკულტაციის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ Apple ძალიან დიდი ხანია სამედიცინო დარგით პატარ-პატარა ჩანართებს აკეთებს თავის ტექნოლოგიაში. დიდი ხანია საათები ზომავენ მაგალითად სხვადასხვა გულისცემას და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ დიდი ბიზნესი არის და დიდი ალბათობით ეს უფრო და უფრო გააფართოვებენ ამ სამედიცინო ტექნოლოგიის გამოყენებას საკუთარ гаджеტებში. მნიშვნელოვანი არის, რომ ახალ iPad-ს დაანონსებს Apple, რომელსაც ახალი M5 ჩიპი ექნება, რომელიც იქნება ყველაზე სწრაფი iPad-ი, რაც კი აქამდე ყოფილა. Apple-ის ანონსება გავიგეთ, ანუ ყოველთვის არელიზებს რაღაც თავის ახალ ტექნოლოგიებს და ასე შემდეგ და ისიც ვიცით, რამხელა გამოხმაურება აქვს ხოლმე, თუნდაც ახალი iPhone-ის გამოსვლას. ეს კარგად ცნობილია, მაგრამ რა შვებიან ამ დროს Apple-ის კონკურენტები? ეს არის საინტერესო. მნიშვნელოვანი კითხვა არის და საინტერესო არის. Google უკვე დიდი ხანია წინაზე თუ გახსოვთ გითხარით, რომ Apple დიდი ალბათობით სექტემბერში დაანონსებდა კეცვად ტელეფონს. ნუ ოფიციალურ წყაროებში ეს არ დასტურდება, რომ დაანონსებს სექტემბერში კეცვად ტელეფონს, თუმცა ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა არის და ძალიან დიდი
დიდი იმედი არის, რომ დაანონსებენ ამ კაცო ტელეფონს, რომელიც იქნება Google-ის ტექნოლოგიაზე დამყარებული, რადგან Apple საკუთარი, დახვეწილი ტექნოლოგია, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით არ გააჩნია. Google 20 აგვისტოს დაანონსებს ახალ Pixel 10 ტელეფონს, რომელსაც ძალიან ელოდებიან მისი მომხმარებლები და ამბობენ, რომ რა თქმა უნდა ეს ტელეფონიც იქნება რევოლუციური. რევოლუციური იქნება ერთი კონკრეტული მიმართულებით, უბრალოდ ბევრი მიმართულებით, რა თქმა უნდა, თუმცა ერთ-ერთი იქნება ისევ და ისევ გეიმინგი. როდესაც გეუბნებოდით დიდ ვიდეო თამაშების ფესტივალზე, მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორც გითხარით, არის ვიდეო თამაშები ხელში დაჭერადი გაჯეტებით, ანუ ტელეფონებით, ეგრეთ წოდებული handheld-ით. გეიმინგში მნიშვნელოვანი ტრენდი ვითარდება, რომელიც საკმაოდ გასაოცარი არის ჩემნაირი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის მირჩევნია დიდ ეკრანზე ვითამაშო, ან კომპიუტერზე ვითამაშო. ძალიან პოპულარული არის ტელეფონებზე თამაში. აქედან გამომდინარე, ახალი თაობის ტელეფონები იქნება ეს iPhone-ები თუ Google-ის ტელეფონები, ძალიან ხშირად უკვე ამ ძალიან მაღალი დონის და მაღალი გრაფიკული მოთხოვნების ვიდეო თამაშებისთვის შესაძლებლობას ქონს რომ ითამაშო ტელეფონზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. და როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. მაგალითად, გასაოცარი არის რომ GTA-ს თამაში, რომელიც ძალიან დიდი თამაშია, რომელსაც ძალიან დიდი კომპიუტერი და ძლიერი კომპიუტერები შეიძლება შესაძლებელი იქნება ტელეფონზე თამაში. ტელეფონზე თამაში. ასევე რა იქნება მნიშვნელოვანი ვიდეო თამაში, ჩემი საყვარელი საკითხია, ამიტომ მომიტევით თუ ცოტა გავიშხდები ვიდეო თამაშებზე საუბარში. ასევე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია მოხდება ბევრად უფრო დეტალურად ვიდეო თამაშებში. ანუ აქამდე რასაც ერთჯერადი კომპიუტერული კოდი აკეთებდა ვიდეო თამაშთან მიმართებაში, მოახდენს ხელოვნური ინტელექტი. ანუ ინტერაქცია ვიდეო თამაშებში კომპიუტერთან ბევრად უფრო ბუნებრივი იქნება. ის დიალოგი, რომელიც იქნება, ყველაფერი იქნება ბევრად უფრო ბუნებრივი. წარმოიდგინეთ ChatGPT-ს როგორც ელაპარაკებით, იგივენაირად ვიდეო თამაში რომელიმე პერსონაჟთან რო შეგეძლოს ინტერაქცია. საოცრებაა, ხო. საოცარი. ეხლა გეიმერებისთვის ეს მართლა რაღაცა ფანტასტიკაა. რამხელა შესაძლებლობას იძლევა ვირტუალური სამყაროს შექმნის. წარმოიდგინე, როდესაც პერსონაჟი ფაქტიურად თვითონ ფიქრობს. ანუ შენ სცენარს კი, ანუ ვიდეო თამაშების შექმნელი სცენარს კი არ უწერს პერსონაჟს ვიდეო თამაშის, არამედ ის ლაივ რეჟიმში შენ დასმულ კითხვაზე პასუხობს თვითონ. ეს არარეალურ შესაძლებლობას იძლევა. თემუკა, რა უნდა მეკითხა, შენ თქვი რომ ChatGPT 5 შემოვა მალე, ხო? რამდენად ხელმისაწვდომია ეს რიგითი მოქალაქისათვის? სავარაუდოდ, როგორც ხდება ხოლმე, ჯონი, თავიდან იქნება ხელმისაწვდომი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში და კანადაში, თუმცა ფასიანი იქნება აუცილებლად. უფასოს რაღაც გააკეთებენ, აღარასდროს აღარაფერს ეკენი. სავარაუდოდ იმდენად დიდი იმხელა მოგებანახეს ამ GPT მოდელებიდან. თუმცა თავიდან იქნება ხელმისაწვდომი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში და კანადაში, როგორც ყოველთვის და შემდგომ იქნება ჩვენთვის უბრალო მოკვლევებისთვის ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტსაც შეეხება, რომ ChatGPT ჩამორჩებოდა ვიდეოების გენერაციაში და ფოტოების გენერაციაში. რა თქმა უნდა, ამას აკეთებდა, საკმაოდ კარგადაც აკეთებდა, მე თუ მკითხავთ, თუმცა არ იყო ისეთი ეფექტური. GPT-5 გარდა იმისა, რომ გვპირდება რადიკალურად სხვა დონის აზროვნებას, გვპირდება უკეთეს გენერაციებს, რაც ასევე ძალიან გაუმარტივებს ცხოვრებას, მაგალითად გრაფიკულ დიზაინერებს და ვიდეო მემონტაჟერებს და ასე შემდეგ. თუმცა ვიდეოში შემოდგამს ალბათ ეს ძალიან მალე ფეხს კინემატოგრაფში და კინემატოგრაფში უკვე შემოდგამს. არა, შემოდგმული არა, რაღაცა ალბათ ისე დონეზეა, რომ სავარაუდოდ ჩვენი ერთ მსახიობიც აღარ დაჭირდა. სავარაუდოდ ეს დრო იმაზე არ ვაშინებ არავის, თუმცა სავარაუდოდ ეს დრო იმაზე ახლო არის, ვიდრე ბევრ ჩვენთანგანს წარმოუდგენია. მნიშვნელოვანი არის გარდა გენერაციებისა, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდული, ეს კონკრეტული მოდული GPT-5 იქნება ყველაზე მეტად მიახლოებული ჭეშმარიტ ხელოვნურ ინტელექტთან. ამ რასაც ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ვესწავლით, ეს არის უბრალოდ სწავლადი ალგორითმი. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დამოუკიდებლად აზროვნებს, ჯერჯერობით მაინც სამეცნიერო ფანტასტიკის დარგიდან არის. თუმცა GPT-5 იქნება ამასთან ყველაზე მიახლოებული ტექნოლოგია, რაც კი კაცობრიობას აქამდე უნახავს, ისიც ნუ ზოგს ძალიან ეშინია, ზოგს ძალიან უხარია, თვითონ OpenAI-ის დირექტორი სემ ოლტმენი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბეტა ვერსიას ამდენიმე კითხვა დაუსვა და ნუ იმდენად ზუსტი და იმდენად ღრმა პასუხები გასცა, რომ ის თვითონაც კი შეშინებული იყო. დამეთანხმებით, რომ ამ კომპანიის დირექტორისგან ესეთი წამოსული, ესეთი ნათქვამი წინადადება იმედს არ ბადებს, თუმცა ნუ ახლა სამეცნიერო ფანტასტიკაო ახსენე, რა თქმა უნდა, ცოტა ხნის წინ რაც ყველას გვეგონა სამეცნიერო ფანტასტიკა დღეს უკვე აბსოლუტური რეალობაა და ვიყენებთ ჩვენ ცხოვრებაში ყოველდღიურად იმ რაღაც მოვლენებს, რაც შეიქმნა, მაგრამ იცი რა არის კიდე საინტერესო თემუკა და მაინტერესებს რაიმე
ხომ არ არსებობს ისეთი, რაც შეიძლება იყოს დაგეგმილი და უშუალოდ ტყუილის და მართალის გარკვევის თვის. ხელოვნური ინტელექტი. რა თქმა უნდა, იგივე ხელოვნური ინტელექტი. ჯერჯერობით არ მსმენია, თუმცა ძალიან საინტერესო TikToker-ია ერთი გოგო, რომლის სახელსაც არ გეტყვით, თქვენ თვითონ შეხვდებით დარწმუნებული ვარ, ამერიკელი გოგო არის, რომელიც ავარჯიშებს ბავშვებს როგორ გაარჩიონ ხელოვნური ინტელექტის გენერაცია და რეალობა. მარტო ამ TikTok-ს რო შეხედავ, მიხვდები რამდენად სრულიერი გარჩევა. ეს კალბატონი გვასწავლის, იმიტომ რომ უკვე მოამბის დროა. გამიგზავნა, და ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ინფორმაციებისათვის.